ხო და ეს ამდენი მითქმა მოთქმა რო არსებობს, რომ სიგარეტი უკეთესია ვიდრე ეს ალტერნატიული. არ გინდათ, ანუ ეს არასწორი გამოდის? ეს გამოდის არასწორი, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანები როცა რაღაცას ვამბობთ, ხო, უხშირესად ეს ყურმოკრულია. ან ეს არის რაღაცა ახლის მიუღებლობა. აქ არ უნდა გაიგოს არავითარ შემთხვევაში ჩვენმა მსმენელმა რომ ეს მისაღებია ალტერნატიული და უსაფრთხო არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში. თვითონ ნიკოტინ ჩანაცვლებით თერაპიაც კი არ არის უსაფრთხო, უბრალოდ ის უფრო დიდი უბედურებისგან გშველის, ხო? საფუძველი იმისა, რომ განვიხილოთ როგორც ნაკლებად მავნე არსებობს გარკვეული კვლევებით. რამდენიმე ქვეყანამ ეს უკვე მიიღო თავის პრაქტიკაში. ეს არსებობს. არსებობს мотиваცია იმისი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერაფრით ვერ ანებებენ თავს, ან არ ანებებენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია და პროცენტიც მწვეველთა შორის, კონდეთ იმისი შანსი, რომ არჩევანი გააკეთონ ნაკლებად საზიანო პროდუქცია. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული ზიანის შემცირების საშუალება, რისკის შემცირების საშუალება და თუ სულ ვერ ხსნით რისკს, იქნება შევამციროთ.